აი დაგიბრუნდით და მინდოდა რომ დღეს ზარები შემოგვეშვა აუცილებლად ამ საათში საბედნიეროდ ჩვენ და არის მაგის საშუალება ხოლმე რომ რაღაც ერთმანეთს ჩვენი გულის ტკივილი გავანდოთ და განსაკუთრებით ვესაუბროთ ერთმანეთს თუ როგორ ზიდოთ იმ ძიმე ტვირთი რაც ამ ქვეყნად ჩვენ რაღაცნაირად დაგვეკისრა და როგორ გადავიტანოთ მინდა რომ ერთმანეთს რაღაცნაირად გაუზიაროთ ის ტკივილის წუხარება რაღაცნაირად ის თანადგომა თუნდაც ერთმანეთსადმი გამოვხატოთ რაღაცნაირად ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა ვისაც ერთმანეთი ადარდებს რაღაცნაირად ვიწროვდება და ვიწროვდება ეს წრე და აუცილებლად მინდა ეხლა დღეს აი ხარ მე რო აქ რამოდენიმე საათი მაქვს ის ვინც ჩვენთან არის აქ ტელევიზიაში ვინც ჩვენზე ზრუნავს ამ ყველაფრისათვის დღეს სხვათაშორის ილიას რომელიც არის ჩვენი გადაცემის პროდიუსერი ჩაჩიბაიას დაბადების დღე აქვს და აი ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი არის რომელიც მართლა გადაყოლილი არის აი ამ ტელევიზიიდან რაც გადის თითქმის ყველა წამყვანს ის უკავშირდება პროდიუსერია და ყველაფერს თითქმის ეგ ადგენს ხოლმე და უღრმესი მადლობა ამისათვის და ულოცავ და დიდხანს სიცოცხლეს ძალიან ბევრი აქვს ამ ტელევიზიისათვის გაკეთებული და ეკლესიისათვისაც იმიტომ რომ ჩემი საათები როცა მე მაკურთხეს რომ რაც მოვედი ეს ადამიანი არის და რაღაცნაირად სულ ყოველთვის სასულიერო პირები როცა მოდიან ხოლმე რაღაცა დროს გვითმობს და მადლობა და ულოცავ ძალიან კაი ადამიანი არის ბედნიერებას უსურვებ და ბევრი ესეთი ქართველი იყოს ნეტა რაღაც გულანთებული ესეთი ადამიანი არის და რა მინდოდა იცით მე თქვა რომ აი სანამ ჩვენ ახლა სულ ამბობთ ხოლმე რა გვეშველება რაღაცა რომ ჩვენ სანამ ერთმანეთის დანდობას არ ვისწავლით იმას არ ვისწავლით რომ სხვა მეორე ადამიანი როცა რაღაცა პრობლემის ქვეშ არის ხოლმე რომ მისი ჭირი გავიზიაროთ ხო იქამდე რაღაცნაირად ყველაფერი არ დალაგდება აი ამის მერე ლაგდება როცა ღმერთი შეხედავს ჩვენ ერთმანეთს გვერდში დაუდგებით და ჩვენ ერთმანეთს იმედი გვექნება აი ამის მერე იქნება უკვე ისო საქართველოს რაღაცნაირად იბერია გაბწყინდებაო რომ ეს არის გაბწყინება რომ ჩვენ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვადარდებდეს და აუცილებლად და ჩვენ პრეტენზია ვისდამიც გვაქვს ეს ხელისუფლება იქნება პოზიცია ოპოზიცია მაგას მნიშვნელობა არ აქვს ხო როცა გვაქვს ხოლმე ხო აუცილებლად ეს იმიტომ არის რომ სხვა არ ადარდებთ აი სხვა უნდა გვადარდებდეს ეს არის ყველაზე მთავარი ზარი არის ეთერში მოდით პირველ ზარს უპასუხოთ გისმენთ გაგიმარჯოთ ძალიან მიხარხართ გადაცემები ძალიან უღრმესი მადლობა გენაცვალეთ და არავითარ საერთოდ დასამშაბათი 4 შაბათი კვირას რო განმეორებით არის ხონაყურები მაქვს მაინც უყურებ იმიტომ რომ ძალიან უდიდესი მადლობა გენაცვალეთ დიახ აი ჟურნალისტები ხო ბევრი არიან მაგრამ თქვენ ხართ გამორჩეული არა ეს რომ საინტერესოა ოშო მოდელებში შეკითხვებს უშუალოდ რომ მე მაგათო კოსტერებული გიყურებ რა კითხვებსაც მომნიშნულობა აქვს როგორ დავტოვოთ რანაირად აი თქვენ ნიკერება ჩანს ყველა შეკითხვაში და უდიდესი მადლობა შეკითხვა მქონდა მათოხებს ეს შეკითხვა დიახ თქვენ ვიცით გამეცით პასუხი და თუ არ იცით მაშინ რომელმა უნდათ რომ მოიწვევთ კითხავ და ჩემ ვერსიასაც გეტყვით მე რას ვიზამდი მაგ დროს თორე აი ჯორჯანთა ის ხომა არის დიახ სატელევიზიო არხი დიახ და იქ იყო წმინდანების ცხოვრებაზე გადაცემა და აი საუკუნეებში რომ იყვნენ შემოგვიყვნენ და კიდე რამდენიმე ასურელი მამები დიახ ხო რომ შემოვიდნენ აქ შემოგვიყვნენ უფრო ის არის ცნობილი არა იქ დავით გარეჯელი მაგრამ ეს განსაკუთრებით ცნობილი იყო შემოგვიყვნა და ასე შემდეგ და იქ იყო მოთხრობილი რომ შემოგვიყვნოს თავისი ასკეტიზმით და თავისი წლით ვინჭა ხალხის დაკომების დაღონე კი არის შემოეხვეოდნენ და ძალიან ბევრი ხალხი შემოეხვია და სწორედ განკურნებას და შემოგონათ იღლებოდა და ერჩინა რომ მარტო ყოფილიყო და შეკითხოჩები იმაში მომალობს და სამაცურ მამებზეც ესეთი იყო იღლებოდნენ მათაც განკურნების დაღონე და იღლებოდნენ და ერჩინა ხალხი ყოფილიყვნენ
განდეგილები ვითხოვდა. არ ვიცი ეს. ხალხი მდგომარეობს და გარდაგილი ცხოვრება უფრო მადლი აღმართებს რომ ხალხის განკურნება ეს მაინტერესებდა და ხალხის განკურნება ჩემი აზრით მეტი მადლი უნდა იყოს ცოტა ისიც არის მე ვფიქრობ რომ რაღაცა ვიღაცის პირადი ვერსია ეს ესე რომ რას ქვია ჯერ წმინდანზე რომ ესე თქვა რომ ის იღლებოდა რა აი ხარ ვინმესთან რაღაცა ისა რა ქვია ის გამოთქვა თუ აი როგორ ანუ ვერ ხვდები ისე ვინ საიდან მიხვდა ვინ როდის იღლება ხო ან რაღაცა ნუ არ ვიცი მე ცოტა რაღაცა ისა რა ქვია მითი მგონია ესო ჯერ ესეც რას ქვია ხალხს გაექცა ის მე ხა არის რაღაცა პირადი ცხოვრებები როცა სიტყვაზე რაღაცა დიდების ზენიტში არიან მე ეს ადამიანები მიდიან და თავისთვის არიან ხოლმე ცალკე რომ ამ დიდებას გაექცნენ რომ აქ დიდი საცდურია ხოლმე და ამ საცდურს გაურბიან ხოლმე მაგრამ ეს რო ეხლა წმინდანმა თქვას რომ მე ვიღლები ამ ხალხით აბა წმინდანი ისთვის მოვიდა იმ ხალხისათვის მოვიდა ხო მე ცოტა მგონია რომ რაღაცა ან გადიდებული ან რაღაცა პირადი ვიღაცის ვერსია არის თუმცა ადამიანები რომლებიც ეხა აი ანტონი დიდი და ისინი ანუ გადიოდნენ იმიტომ რომ უბრალოდ იმ ხელა დიდებაში იყვნენ რომ არ უნდათ რომ აი ამ იმაში ყოფილიყვნენ და უბრალოდ რაღაცა თავის პირადი ვერსიები აქვს თვითონ ადამიანებსაც აი დღევანდელ დღესაც ეხა მამები არიან რომლებიც ძალიან მაგრები არიან და ერიდებიან ხოლმე ერში ესეც სიარულს რაღაცას იმიტომ რომ არ უნდა რომ ის ხალხი შეაწუხონ მისით რაღაცა და ნუ არ ვიცი ეს ეხა პირადი ცხოვრებისეულისა თუმცა უდიდესი ერთ-ერთი უდიდესი მამა არის შიომღვიმელზე დიდი ერთ-ერთი მამა ალექსანდრე მეუნება ხოლმე ეგეთი მაგხელა მამა არც არსებობს თითქმის რა ესეთი ის არის ძალიან დიდი და აი ხა შეწუხება ნუ ცოტა მე მგონი თავისი ადამიანური ის გაურიეს რა ეხა წუხდებოდა ხალხის იმით აი ვერ ხვდები ეს რაღაცას უბრალოდ ეს პირადი ვერსია ვიღაცის რომელმაც წმინდანს ფაქტიურად ეხა წმინდანის დაკნინება გამოდის იმიტომ რომ ადამიანი როცა ამ დონის არის თან რისთვის არის გამოშვებული ხო ესენი ხო ჩამოვიდნენ საქადაგებლად ხო არ ვიცი ჩემთვის ცოტა მიუღებელი არის ეს ვერსია გისმენთ ამ ხალხისათვის ჩამოვიდნენ იგივე ხო გისმენთ ალო გისმენთ მოგესალმებით ძალიან მიყვარხარ შვილო ეს აიყო ჩემი შვილი ვიქნები დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა გაიხარე დიდი მადლობა წარმა უყურებ შენ სადაცემებს და ძალიან მიყვარხარ უღრმესი მადლობა თქვენ რა ქვიათ მითხარით და მე აუცილებლად დავიმახსოვრ უჯანიდან დირეკავ შვილო შემოგევლეთ დიდი მადლობა თქვენ ქვია მერი ბებო შემოგევლეთ თქვენ ძლიერ მხარეს მადლობა რომ ესეთები ხართ უღრმესი მადლობა და აუცილებლად მე ამოვწერ ჩემ ნომერსაც მოგცემთ აუცილებლად აი ეს ნომერი თუ შეგიძლიათ რომ დაიმახსოვროთ და აუცილებლად სულ ყოველთვის ვიკონტაქტოთ გენაცვალეთ უღრმესი მადლობა ესეთი ლამაზე შეფასებისათვის თუმცა ეგეთი კარგიც არ ვარ უბრალოდ რაღაცნაირად გამიმართლა რომ თქვენაირ ხალხს უყვარვარ და მადლობა ამისათვის ვისმენ ხოლმე რაღაცეებს მაგრამ მე ვიცი უბრალოდ მე არ ვარ ამის ღირსი უბრალოდ აი ღმერთი უშვებს და რაღაცნაირად მახალისებს ხოლმე და მადლობა იმისათვის იმიტომ რომ ეთყობა რთული პერიოდია რთული ცხოვრებაა და აი თქვენ მიწყობთ ხელს იმისათვის რომ მე ვიარსებო ისევე თქვენი აი ამ თანადგომით ამ ქებით და მადლობა დიდი მე ვეც ვერაფერს ვერ გეტყვით ეხლა ძალით თამდაბლობას ვერ დავიწყებ და ვერ გეტყვით რომ აი მე და აი ქება არ შეიძლება და ის და ჩვენ ერთმანეთს უნდა დაუდგე და ერთმანეთი უნდა წავახალისოთ და ჩემთვის დიდ ძალას მატებს ხოლმე ის რომ თქვენნაირი ხალხი არიან ხოლმე უღრმესი მადლობა იმიტომ რომ ადამიანი საერთოდ ბოროტის სასუწაკვეთისკენ აპირებს ხოლმე ადამიანის წაყვანას და თქვენნაირი ხალხი აი ამ სიტყვებით ბოროტს სტაცებს ამ ადამიანებს და ცოტა ძალას გვმატებს ხოლმე და მადლობა დიდი მადლობა ამისათვის გისმენთ გამარჯობა გაგიმარჯოთ თქვენ მსმენელი და მიხარია ყოველთვის თქვენთვის გადაღება დიდი მადლობა შემოგევლეთ თქვენ აქ ძალიან პატარა კითხვა დავსვა დიახ თუ შეიძლება რომ შემენა მოვეცას რომ კითხოთ ან სხვა გადაცემებში რომ დაიწყოს ესეთი საკითხი რომ გიდის სინანული და მიტოვება რომელიც ქვეყანა შეიძლება აი ყველას რაღაცა არ ქედა
პატივი პატიენტი რო გადაიცვალა თავარი მოლოდინია იყო ჩემთან აი ყველა რაღაცა ექსი დაუნჩი ჩავარდებოდი და ყველა მინუტელებით ესაა მოყვარული პარამეტრია შეიძლება სულადღა მაგრამ თუ დიდი მიტოვება არ მოხდა ქვეყანასიდან თუ ერთმანეთს ასრულებს რაღაცეები უცხოური სერვერი ვარ დიდი მადლობა მართალი ბრძანდებით 1000%-იანი ბრძანდებით სხვათა შორის მეც ეგ ვერსია მაქვს უბრალოდ რაღაცა ძალიან პატარა გამონაკლისის გარდა რა ეხა ჩვენ ანუ რაღაცა პატარა აი მე გეუბნებით რომ საერთო ერთობა და საერო შერიგება იმ თლიანად ერის უნდა მოხდეს ერთმანეთს ამდენი ზიზღი უბრალოდ ღმერთს აშორებს ჩვენ ქვეყანას რა უბრალოდ ღმერთისაგან ძალიან გავუცხოვდებით ეს ზიზღი ეს გაუტანლობა და ის ჩემთვისაც ძალიან უმძიმესი არის და მიუღებელია მე არ მომხდები ხა პირადად მაგალითად შეიძლება ხა იმას ვერ შევუნდო მე ხა ვიღაცა ადამიანი რომელიც ხა პატიმრებს აწამებდა და ეს ხა კონკრეტული ადამიანები არის რომელიც ხა 2 3 4 ადამიანი რომელსაც თან მართალი გონია ეს ყველაფერი ამ ადამიანებს მე უფლებაც არ მაქვს ეს უბრალოდ უნდა გადაუწყვიტოს რაღაცა ზეცამ ალბათ მაგრამ საერთო შერიგება ის რაც ჩვენს ხელთ არის რომ მე თქვენ არ მეზიზღებოდეთ იმას ის არ ეზიზღებოდეს მე თქვენ არ გაკადროთ რაღაც იმიტომ რომ თქვენს უკან ვიღაცა დგას ხო აი ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს ზიზღი დათესეს 25 წელია მე მგონი მოდის ჯერ კიდე მთელი ცხოვრება მოდის ხო, მაგრამ ეხა უკვე ჭირმა თავი ვერ დამალაო, ხო იცით? აი ამ ხელა ზიზღის პატრონები უბრალოდ ჩვენ ღმერთს როგორ გუსტკენთ და როგორ არ უმართლებთ იმედებს, ხო წარმოგიდგენია, ჯერ ელემენტარული ეხლა აი როგორი ის არის ისე ჩვენთან როგორი ის არის რომ სისტემა ისეთი რომ სხვა სხვისას არ განიცდის რა ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს ვიღაცას სახლიდან ასახლებენ ვიღაცა მევალე ყავს რაღაც ეს ადამიანებს არ ადარდებთ ის არ ადარდებთ სიტყვაზე ვიღაცა მაგალითად ადამიანი არის რომ ცუდად იქცევა ხო ეს არ ადარდებთ ჩვენ ერთმანეთისათვის გავჩდით არავინ არ გაჩენილა იმისათვის რომ სიტყვაზე ვიღაცა უცხო იყოს ვიღაცისათვის პირიქით ჩვენ ერთმანეთს აი როგორი რაღაცა იცით რომ ჩვენ არ გვყავს ის ხალხი ვისაც შეიძლება რომ მოვენდურო და ვინც შეიძლება მოვიძულო და ვინც შეიძლება დავკარგოთ იმდენად ცოტა ვართ რომ მალე ერთმანეთის ხმა მოგვენატრება აი მართ ქართული საუბარი შეიძლება ცოტა ხანში მოგენატროთ რა ეხა სამშობლოს რო ადამიანი უღალატებს ქართველებს რო უღალატებს და ძალიან ცუდად მოექცევა შეიძლება იმ ადამიანის შენდობა შენ ხელში არ იყოს აი მაგალითად აი ვიღაცა ცუდი ადამიანი რომელიც პატრიარქს ილია მეორის ცუდად მოექცა ხო მაგას აი იმის შენდობა ფიზიკურად შენ ხელში არ არის მაგრამ ანუ შენ შეიძლება რომ არ გძულდეს ან რაღაცა და გინდოდეს გამოსწორება იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცხონება უნდა ღმერთს მაგრამ არის რაღაც საკითხები რაზეც შეიძლება რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ აი აქედან დავიწყოთ რა და სახათაშორის არ მომწონს ხოლმე მე ძალიან ბევრი კაი ადამიანი არის ხელისუფლებაში მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის ისეთი ადამიანი ხელისუფლებაში რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს და აბოროტებს ხალხს და რატო შედალოცვილო რომ მოხვედი იზრუნი ამ მოსახლეობაზე იმ ადამიანებზე რომ ისე მაინც გააკეთე რომ არ გააღიზიანო რაღაცნაირად მგონია რომ არეულია ქვეყანა დღეს პურს სხვა აცხობს რაღაცა ისა რა ქვია ექიმი სხვა არის რაღაცა ის სხვა არის და აი აირია სამყარო და მაგიტომ არის რომ რაღაცა რო ეუნები რომ პურს რატო აცხობ ცუდად იმას კი არ გეუნება რომ მე მეპური არ ვარ გეჩხუბება რომ შენ აი ესეთი ხარ მე როგორი ვარ მაგას მნიშვნელობა არ აქვს შენ პურს როგორ აცხობ მაგას გეკითხე არა აი ესეთი მომენტი აქვს და აი ეს არ შეიძლება და ანუ აი ამან გამოიწვია ყველაფერი რა ჩვენ არ გვაქვს პროფესიონალებთან საქმე და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა და მანდ უკვე ის არის რა ქვია კალათბურთელი ფეხბურთს თამაშობს და შენიშვნას რომ ისცემ ის მოდის და ისა რა ქვია ოჯახს გილანძღავს და აი რა შუაშია ჩემი ოჯახი მე გეუბნები რომ შენ ფეხბურთს ვერ ითამაშებ იმიტომ რომ ხარ კალათბურთელი აი უბრალოდ პირიქით მოყვასი ხარ მის არა როგორ გამოგივა არ გამოგივა ხო და აი სამწუხაროდ ჩვენ და სიმართლის თქმელები დღეს არავის არ უნდა და აი ეს პრობლემა არის დღეს ძირითადად რომ ერთმანეთი შევიზიზღეთ და აი ამ ზიზღმა
იჩინა თავი და ესეთი ქართველი, ესეთი დამახინჯებული ფსიქიკით და გონებით და ესეთი აგრესიული არასოდეს არ ყოფილა და სამწუხაროდ ჩვენ და დღევანდელი ქართველი ეს ზეცისათვისაც როგორი მიუღებელი იქნება, ხო? გისმენთ ზარი არის ეთერში, ალბათ ღმერთი როგორ განიცდის იმას, რომ ღვთისმშობელი როგორ გვენდო, როგორ შვილებად მიგვიღო და ჩვენ როგორ ერთმანეთს ვჭამთ, აი როგორია, წარმოიდგინეთ, ზარი არის ეთერში, გისმენთ? ალო, გისმენთ? გამარჯობა, ახალგაზრდა გიორგი. გამარჯობათ, გაიხარეთ. როგორ გზანდებით, ბატონო? კარგად, თქვენ როგორ გზანდებით, გაიხარეთ. გიორგი, მადლობა. მადლობა თქვენ. თქვენ მოგწავთ პასუხობრივი თქვენ გადაცემაში, უბრალოდ სულუყურეთ. დიდი მადლობა. ისეთი მომღიმარები და ისეთი კეთიათ ხსნიან, ყველაფერს მოგინდება მოსმენა. შემოგიდგენთ. ყველაფერი დაიჯერება და ერთი მაინტერესებს თვითო გიორგი მაგალითად თქვა ყველა პასუხობრივი რა თქმა უნდა აქტიალთან როგორმე ყველა ერთად ვიზრუნონ და მთელი საქართველოს ეს ხელისუფლება იქნება ეს იქნება ბიზნესმენი როგორ ყველა შეიძლება ერთმანეთი არ წამონ არ ხოცონ ერთმანეთი ეს ეკუთვნის ყველაზე ერთად პასუხობრივს დაიხალა ხალხი. მეტი არ ამგონია სამჩეზიო გასიცე მე ვფიქრობ რა ასიცით რომ ხალხი დაიღალა რა უბრალოდ აი რაღაცნაირად აი იმაზე კი არა ის რაღაცა გადატანილი არის სხვათა შორის ეს ძალიან კაი ფსიქოლოგიური მომენტია რომ აი ამ ყველაფრით აი ამ ჭანჭიკებით იმ თავარი თემისგან ხალხი მიყავთ სხვა მიმართულებით რა და ხალხის ყურადღება რომ აი რო უნდა კითხო რომ აი რატომ შია ამას კი ვერ გეკითხები. რაღაცა დაუბივარ და აქეთ-იქით ერთმანეთს ვლანძღავ და რაღაცა სისულელებს უმტკიცებთ. და ამის დრო აღარ რჩება და დრო გადის, ჩვენი ცხოვრება წავიდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ხა 40 წლის ვინც ხართ, ხო, რამდენი ხელისუფლება, რამდენი დაპირება, რამდენი ტყუილი, რამდენი რაღაცა მოისმინეთ, ხო? რამდენი ვიღაცა გამოიცვალეთ, რომლის იმედიც ჰქონდათ, ხო? აი ეგ არის, აი მაგიტომ არის რომ ეს ეკლესიაზე სულ იმას შვები ხოლმე, რომ ეკლესიას უნდა გაუთხილეთ, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც აი რაც ჭეშმარიტებაა და რაც აი ამ გასაჭირს და ამ ტკივილს გაგვაძლებინებს, ხო? ეს არის ხსნა ეკლესიაში ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ხა იქ ვიღაცა არ მოგწონს ვიღაცის აი ჩვენ აი წარმოიდგინეთ ამხელა პრობლემა არის რომ სულ ვართ შედალოცილო 2 მილიონიდან 3 მილიონამდე ადამიანი ვართ ხო სიტყვაზე და ერთმანეთის ზიზღში რაც დავიბადეთ ვატარებთ ჩვენ ცხოვრებას ხო წარმოიდგინეთ ჯერ გადაცემებიდან მოყოლებული რომ იქ რაღაც აი როგორი თემები არის წამოწეული იცი რომ სუ ისეთი თემები რომ ვიღაცას გაზიზღებს აი ეს ნახე რა კარგად ცხოვრობ შენ ადღეში ხარ აი შენ ხარ ძეის ხარ გასაგებია ამას რო წამოწევ ეს ხო არ გაქრება ჩვენ უნდა ვიზნოთ იმაზე რომ ცნობიერება წამოუწიოთ ადამიანი შევარცხვინოთ და უთხრათ და შერცხვეს იმას რომ ის ნებისმიერი ადამიანი რომელიც შენ გწირავს ხვდებოდეს ეხა ამას წინა წარმოიდგინეთ ადამიანს სახლიდან ასახლებდნენ და გავყევი რაღაც ახსულების ბიუროა რა სუფთა ეშმაკის სახლი ჩვენ დიღომში არის ხალხს ასახლებენ ჩვეულებრივად და ყადაღებს ადებენ და ძალიან ცუდ დღეში ყავთ ადამიანები რიგი არ ამხელა იცი და ვერ აგიხსნ შევედი და ახალგაზრდა ბიჭები ან არც აი რა ვიცი ან რიდი არ უნდა კონდეს ან რაღაცა ხო უნდა გადარდებდეს ხო ან რაღაცა ხო შეიძლება შენც მოხდე ამ დღეში როდესღაც ხო აი ესე ზის და რასეუნება იცი და ესე უსმენთან რა და ისაო ну ანუ უნდა გამოგასახლებთო რა ადამიანს ოჯახს ეუნება დედა შვილი მთელი ის არიან მოსულები რა და 10 კაცი არ გეყოფით 20 მოვალთ 20 არ გეყოფით 40 მოვალთ ჩემი მოვალეობა და მე გამოგასახლებთ შედალოცილ იმას კი არ ფიქრობს იმას კი გამოასახლებ შენ მაგრამ შენ ამით როგორ გძინავს ან ის სადმიდის მე რა იცი ხო წარმოიდგინე ვიღაცა ადამიანს რა პრობლემა შეუქმნეს რომ სახლს კარგავს გასაგებია ხო რაღაცა ხო შეიძლება რომ გავითვალისწინოთ განა რამდენი ადამიანი არის რა ვისაც სახლიდან ასახლებენ ანუ ვისაც სახლი არ აქვს ხო აი წარმოიდგინე ხო შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი კარგად შევკრა და გაჭირვებული და ის არ იყოს და მართლა გეკუთვნოდეს იმ ხმას რომ შემოხაზავ და რაღაცა 4 წლის მერე კარტოფილები და ისინი არ არისო ხო შეიძლება რომ ალალათ რა აი ვალდებული ვარ იმიტომ რომ კაი ადამიანი ხარ და შემოგხაზო აი ესეთი ხალხი გვინდა რომ მოვიდეს საერთოდ მთლიანად უბრალოდ რომ ერთს მეორე ადარდებდეს და ეს არის ჩვენი პრობლემა რომ ეს აღარ არის ეს გაქრა
ის თანადგომა, ის ყველაფერი გამქრალია და ეს არის ცუდი, ესეთი ადამიანი უნდა ბოროტს, რომ ესეთი ადამიანი ვეღარ ცხონდება უბრალოდ. შენ თუ სხვისი თანადგომა არ გექნება, სხვა რო გაუბედურებულია და შენ თუ იმ უბედურებაში მისი პატრონი არ ხარ, ხო? უბრალოდ თანადგომით რომ შეიძლება ვერაფერიში ვერ იმასგან უბრალოდ შენ რო ძალა ეგულები, ხო? შენ როგორც ძალა ზურგს უკარო ეგულები. მაშინ ხარ შენ მაგარი და მაშინ ხარ შენ ქრისტიანი. აბა მაშინ კი არ ხარ რომ მარტო რაღაცა ის არა ქვია, მიდიხარ და კვირას რო დგეხარ წირვაზე და რაღაცა და ორ მამაოს რო იცნობ. არა, აი მაშინ ხარ ქრისტიანი, იმ გაჭირებულს გვერდში რო უდგახარ. ზარი არის ეთეში და კიდე გავაგზავნოთ აუცილებლად ეს თემა. გისმენთ? ალო, გისმენთ? ალო, გიორგი, შენ შემოდიოდი, ძმაო. გასწავლე გულში. გაიხარე, ჩემო. ჩემი მეგობარი ხარ და. შემოდგა. შენ არის ადამიანები აძლიერებენ ამ ქვეყანას. და ეს გადაცემა არის აი ნათელი წერტილი კიდევ ასე იგი მე აი მოდი შენ მართალი თქვი რომ ამ ხელისუფლებაში არიან წესიერი ადამიანები არიან აი ნაცების დრო მახსენდება ხოლმე ხანდახან რა. ხო, კი ბატონო. შენ შემოგივლი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. შენ გულს ვენაცო, უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა და ჩვენ აი ეს უნდა გავითვალისწინოთ, ეხა იგი რაღაცა ის რომ გააჩერებს სიტყვაზე, ეხა ამას წინათაც ვისაუბრე რა. ვიღაცა ადამიანი რომ ავა სადღაც მეტროში ვერ გადაიხდის და რაღაცა და ამასო ჯარიმას დაადებ და მერე პრობლემას რო უქმნიან, ვიღაცას გაუბედურებული მანქანა რო ყავს და რაღაცას ვერ გაატარებს იმას და სამაგი ჯარიმა რო მოდის და რაღაცები და აი ამას რო არ ფიქრობ, წარმოიდგინეთ ეხა ვიღაცა ადამიანი ჯარიმას რო ვერ გადაიხდის, ისე ბლოკავე რომ მე პურს ვეღარ ყიდულობს. წარმოიდგინეთ რა, ყველა კარტა მის ირგვლივ რაც მოძრაობს, ყველას ბლოკავენ, რაღაცა ისინი არის ურეკავენ ხოლმე ამ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, მათ ნათესავებს ურეკავენ ხოლმე. წარმოიდგინეთ და იმას იცნობ აი ეს და წარმოიდგინეთ როგორი შეწუხებული ყავთ ხახი და მე აი იმ ადამიანს ვერ გავამართლებ, სულ რომ ჩემი ოჯახის წევრი იყოს, როცა იცის რომ ადამიანები ესე წვალობენ, კიდე ვიღაცა ზემოდან ნერვებს უშლის, დაანერვოზდეს, ფსიქიკურად შეშალეს ადამიანები და ისა რა ქვია, აი ვერ ვიტყვი რომ აი ხლა აი ეს ზრუნავს სახელმწიფოზე ან ადამიანზე რაღაცა. ამ მომენტში არ გამოგვდის. მე გეტყვით რომ სადღაც შეიძლება იზრუნეთ, სადღაც ის აი ბევრი რაღაცა მომწონებია. მე მინდა რომ ყველაფერი გითხრათ, მე არ ვარ ის ტიპი რომ რაღაცა დაგიწყოთ იმისი, თქვენ კარგად იცით რომ ყველაზე კარგად შემილია ვიყო რომ ერთი ისა რა ქვია ორს შეგაქებთ და სამს, მაგრამ არა ჩვენ რეალობა უნდა ვთქვათ. არ არის ეგრე რა და მე არ მესმის, ან როგორ შეიძლება რომ შენ შვილს საღამოს მიხვიდე და იმ ხელფასით კამფეტი მიუტანო, რომლითაც ვიღაცა გამოასახლე ან ვიღაცას ჯარიმა გამოუწერე და იმა თავის შვილს კამფეტი ვერ მიუტანა, ხო? ესეთი რაღაცები რო ხდება იმ ქვეყანას, მე ამბიცია რო აქვს რაღაცა წინსვლა არის, რაღაცა ის არის, რაღაცა კარგად ვართ და იცი რა არის 1,200,000-ის მაგივრად მილიონზე ჩამოვედი თუ რაღაცა მილიონზე რო ჩამოხე, აი ძალიან გული მწყდება ხოლმე, ალილოზე მოდიან ხოლმე, ალილო პატრიარქმა გამოიგონა, იმიტომ რომ გაჭირებულებისთვის იმ ერთ დღეს, შობა დღეს უგროვებენ ხოლმე საკვებს და ამ საკვებით მე შემდგომ გაჭირებულებს ურიგებენ აი ბავშვთა სახლებში, იმაში რაღაცა მრავალშვილიანებს რაღაცა და ეს თანამდებობის პირები მოდიან ხოლმე და რა კაი ხალხი არიან, ინტერვიუებს იძლევია რა. ხო და შინაარსი არ ესმით რისთვის შეიკრიბნენ. წარმოიდგინე, იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიღაც ადამიანებს შენ სახელმწიფოში ძალიან მაგრა უჭირს. ეს როგორც მაგარი ტიპი დგას, მე მაგალითად შემწხვებოდა, რომ ამდენ ადამიანს შია ვიღაცა ადამიანები მოდიან სხვადასხვა უბნებიდან რაღაცა ნობაათი მოაქვს, წარმოიდგინეთ, აბარებენ, იმიტომ რომ ვიღაცას ოქს ტასაცმელი მოაქვს, ოქს ფეხსაცმელიო, მე უნაწილებენ იმ ხალხს, ვინც გაჭირებულები არიან და წარმოიდგინე, აქ მოდიხარ და ინტერვიუს იძლევი, რომ რა კაი ადამიანი ხარ. ამ დროს შეიძლება შენ ხელშია ეს ყველაფერი და ამ შინაარსი, ეს შინაარსი რო გესმის სიტყვაზე, ხო? როგორ შეიძლება რომ იქ მე იყო ყოჩვან თავი მაღლა აწიო და ამ ყველაფერს
რაღაცნაირად ისე ილაპარაკო ამაღათ. უნდა დადგე და უნდა თქვა რომ ცხენია, რომ აი ეს ყველაფერი რაც გროვდება, ამდენი გაჭირვებული ყოფილა რა. ხო და ესეთი რაღაცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაღაცნაირად იცი რა არის. ეს ცხოვრება, როცა ვიღაცა კარგად ცხოვრობს, მორჩება თქვენზე 10ჯერ უფრო თქვენ არც დაქსიზმრებიათ, ისე უცხორიათ ხალხს, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ის ადამიანები და ის ქონებაც სად წავიდა და როგორ დაიტაცეს და რა მიმართულებით გაქრა, მათაც არიციან და კაცმაც არიცის. მაგრამ თქვენ ხო უნდა იცოდეთ, რომ თქვენც მოგივათ, მაგრამ ჩვენ ყველაზე მთავარი ეგ დაგვავიწყდა, აი რატო უშავებთ ერთმანეთს? სიკვდილი დაგვავიწყდა, რომ არსებობს. აი ეს უნდა გავიხსენოთ, რომ სიკვდილი არსებობს და ის მოვა და აუცილებლად შენც გახდები აუცილებლად მისი პაციენტი და აუცილებლად ეს ყველაფერი მორჩება, ის შენი ყველაფერი და მე იცი რითი ადიხარ, შენი აზროვნებით, შენი იმ საქციელებით ზემოთ, შენის ქონება, შენის ვეღარ გაგამართლებს და ვეღარ დაგიჭერს იქ. პირიქით ხელშეგიშლის, რომ როგორ მოაგროვე შენ ეს ქონება, აი ამდენი გაჭირვებული რო არისო, ხო? ესეთი რაღაცაა და გეხვეწებით ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს რა. აუცილებლად და ეს არა მარტო ჩვენ შთამომავლობასაც დაუშავდება. ეხა მე რო შენ ჯარიმას დამიწერ და მე რო სახში ჩემშვის კამფეთს ვერ მიუტან, ხო? ეხა შე როგორ ფიქრობ, რომ შენ ეს არ მოგეთხოვება? აუცილებლად მოგეთხოვება და მე არ უნდა გეწყინოს და ყველაზე ცუდი რა არის, მოეთხოვება და ვერ ხვდებია, რატო ისჯებიან ზოგი. წარმოიდგინეთ, ზარი არის ეთერში, გისმენთ? გამარჯობათ გიორგი. გაგიმარჯოთ, შემოგევლეთ. ой კომპლექს ვიტყვი. დიახ. ქართულმა ხალხმა სიკვდილის წიაღში შექმნა ვეფხვის და მოყმის ბალადა. უნდა ვიახლოთ ერთუց მწინარე, უნდა შევუნდოთ კაის კალათა. მოვინანიოთ ქრისტე ვილოცოთ, სისხლი მილიონით ჩამოვიბანოთ. წინ გავიმტვაროთ ქრისტეს მცნებანი, ქრისტე ფერგუჩი შემოიყვანოთ. ნიკოლოზ ხეიდანიშვილი. გაიხარე, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. უყურებთ ხოლმე ჩემ გადაცემას? გავიდა. ლექსი თქვა და გავიდა. ესე, აი, ძალიან ბევრი ნიჭიერი, კაი ადამიანი არის. რაღაცნაირად წავახალისოთ ერთ-ერთი რა უნდა, აი, გეფიცებთ ყველაფერს, არავის მატერიალური დახმარებაც ვიღაცებს არ უნდათ. უბრალოდ მოკითხვაც კი უკვე იმაშობა. ეხლა სოციალურად დაუცველი ადამიანები რო არიან და ვიღაცა მეუბნება, რომ ტელევიზორი მაჩვქაო, ვიღაც მამიდა ჩემო თუ ვიღაცამო ფერადიო თუ რაღაცა და ამის გამო სოციალური მომიხსნეს, რომ მოვინო შენო, კარგად ცხოვრობო, თურმე წარმოიდგინეთ რა. ეხლა აი ამას ხო უნდა შეხედო, ხო? იმას ხო უნდა შეხედო ადამიანი, რომ გამოსული არის და ბაზარში იმიტომ მიდის, რომ რა ეხალისება, ეხლა ვიღაცას იმ ბაზარში სიარული, რომ 5 კილო ის რომ უნდა იყიდოს კარტოფილი და იმ 5 კილოში რაღაცა ლარი რომ უნდა დარჩეს და შე რომ მოდიხარ და მანქანას რომ მოპარაო და იქ 200 ლარი რო აქვს გადასახდელი. ხო უნდა მიხვდეთ, ხო? ხო უნდა იმას გქნათ, ეს ყველაფერი გეხვეწებით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს თემები, თორე ესე ვერ შევდგებით, საქართველოს ვერ შედგება, როგორც ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველოს მარტო შენობები და ის არ არის რაღაცა ლამაზი პარკები და ისინი. საქართველოს არის ის გახარებული და გაღიმებული ადამიანი იქ რო დადის და უცხოელი რო ჩამოდის და რაღაცნაირად შენ ღირსეულად რო დგეხარ, შენ რაღაცნაირად იმედიანად რო ხარ, აი ამ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, ეგ არის საქართველოს და ესე გავაკეთოთ, რომ ის ქართველი დავახვედროთ. ყველა სადაც შედიხარ, მოწყენილი სახეებით, იმას იმის თავი არ აქვს, იმას ის მესმის კიდევაც ხოლმე, კი, რაღაცნაირად ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ზოგი იწყენ, ზოგი ვერ გაგიღიმებს რაღაცა, იმიტომ მესმის, რომ 1000 დარდი აქვს იმის იქით. წამოსულია საღამოს კრედიტი აქვს გადასახდელი შუადღეს, ბავშვი რაღაცა ისა აქვს, საყიდელი იქს ვერ მოასწრო, ეს ვერ მოასწრო და ის სამწუხარო ჩვენ და ხო არის ეს მდგომარეობა და ერმა მოიწყინა ესეთი მოწყენილი ადამიანი, რა ვიცი, ომში არ ყოფილა, მე მგონი, რაღაცნაირად ბრძოლაში ვართ, უბრალოდ ვერ ვიგებ და გეხვეწებით, აი მართლა დაიღალა ადამიანი და გთხოვთ შეუწყოთ ისე ხელი, რომ რაღაცნაირად არ დაიხალოს ადამიანი, იმიტომ რომ ეს დაღლილი ადამიანი, მე ამ მისი ოფლი, მისი ცრემლი და მისი ტკივილი აუცილებლად ზეცაში ავა. მე გპირდებით ამას და ეგ ეგრეა და ზეციდან ის ცრემლი თქვენ დაგიბრუნდებათ, ისევ და თქვენ დაგეცემათ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს უცხო არის, ის ადამიანი, ვინც არის დღეს მოწყენილი იმის გამო, რომ შენ რაღაცას ვერ უკეთებ ან ვერ აკეთებ. აი ეს იცოდეთ რა, აუცილებლად, აი ეს არის 2x2 კანონია. გისმენთ, ზარი არის ეთერში. გამარჯობა გიორგი. გამარჯობათ.
ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, რომ ასეთი გადაცემები მიყავს. ნამდვილად აი ძალიან სიამოვნებს ამის ყურება. თითქოს მშვიდდები, რაღაცნაირად უფრო ოპტიმისტი ხდები, უფრო კეთილშობილი ხდები. იმიტომ რომ თქვენი გადაცემები ძალიან უშუალოა. არ მზადდება წინასწარ და თქვენ საიდან იცით? და ეს მოგწონს ხალხს, ეს უშუალობა და ეს უბრალოება. ამისთვის უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. იცით რა მინდა გიორგი, ერთი რაღაც მინდა თუ შეიძლება რომ აი თქვენ ძალიან დიდი ნაცნობობა გაქვთ საპატრიარქოში და საერთოდ ყველა გიცნობს და პატივს გცემს. არ შეიძლება რომ საპატრიარქომ ასეთი საკითხი წამოჭრას, რომ სკოლებში დაწყებით კლასებში მაინც ისწავლებოდეს რელიგია. მე მახსოვს რომ სანამ ნაციონალები მოვიდოდნენ, მამაო ჩვენოთი იწყებენ ბავშვების სწავლებას. სკოლებში და უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ყოველ კვირას მოდიოდნენ მამაოები და ლექციებს უტარებდნენ სტუდენტებს. უამრავ შეკითხვებს აძლევდნენ მოსწავლეები. აი მაშინ მე მახსოვს რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი გადიოდა ეკლესიებში. მოქმედებს. ბევრად უფრო კულტურულები იყვნენ. კარგი ახალგაზრდობა გვაქვს, მაგრამ აი სიტყვის სიყვარული მათ ძალიან ნაკლიათ. მოგეხსენებათ რომ მშობლები საზღვარგარეთ არიან და ასულები გარეშე იზრდებიან და ეკლესიამ ძალიან დიდი სიტყვა მისცა მაშინ ამ ახალგაზრდებს. ეს საკითხი უნდა წამოჭრას რელიებანო საპატრიარქომ. მე მგონი წამოჭრილი არის უბრალოდ საქართველოში ფაშიზმი ჩამოყალიბდება ისევე როგორც უკრაინაში. კარგით, მადლობა ძალიან დიდი ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ და როგორი სიტუაცია იცით თუ რაღაცა დღეს ისეთი დაუმორჩილებელი ადამიანი მივიღეთ რომ თან როცა ჩამოყალიბებული არ არის ძალიან მაგრამ ვერ იმორჩილებ ადამიანს და რაღაც წლები არის როცა ადამიანის აი გააკეთა აი ეს სიბოროტე გააკეთა ბევრმა ხელისუფალმა რომ ავტორიტეტი მოკლეს ადამიანში და უავტორიტეტო ადამიანი არის ადვილი სამართავი და უავტორიტეტო ადამიანი თან არის ადვილად ყველაფრის ჩამდენი. ჯერ დაიწყეს ეკლესიის ლანძღვა, მერე სასულიერო პირების ლანძღვა, მერე იმის და უფლებები აუწიეს ადამიანებს, ვითომ რა უფლებები ჯერ სად იყო ადამიანის უფლება დარღვეული მაგ შემთხვევაში, მაგრამ რა მისცეს, იცით რის მისცეს, რომ გაქანება მისცეს იმას, რა ბოროტი ნიჭიც აქვს ადამიანს, რომ დაუმორჩილებლობა, რომ შერა მერე ის რითი არის შენზე მეტი, მერე რა რომ 70 წლის არის რა, შენ უნდა თუ სათქმელია უნდა თქვა და აქ დაღუპეს ადამიანი, დატოვეს ავტორიტეტოთ ადამიანი და ეს ადამიანები მე ადვილად იმართებიან. წარმოიდგინეთ, ეხა აი ჩემ ბავშვობაში რაღაცას რო ვაშავებდი, სულ იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, რომ აი ეს მასწავლებელი ეხა სახში მივა დედა ჩემს ეტყვის, ან აი ბებია ჩემი რომ მოვა სკოლაში, ამას ვითვალისწინებდი და დღეს ბავშვები ამის გარეშე დარჩნენ, წარმოიდგინეთ რა, რომ არ აინტერესებთ იმის იქით რას ეტყვია, მთავარია მის ეგოიზმს და იმ სიცუდეს ვიღაცა ტაშრო დაუკრავს, იმას ხო აწონებენ თავს, ხო მიხდი და დღეს ბავშვისათვის აი უკვირდებოდი რა, დედაზე, მამაზე და ბებიაზე უფრო დიდი ავტორიტეტი სკოლაში შეიძლება თავის კლასელი იყოს. აი ეს კლასელი უფრო მართავს და იმას უფრო უჯერებს ვიღაცა ნებისმიერ ოჯახის წევრზე მეტად წარმოიდგინეთ რა აი ესეთი სიტუაციაა დღეს და ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ის ადამიანები რომლებიც აი ტელეფონმა მოიპარა ადამიანი ყავს ტელეფონს მოპარული აქვს თავის სამყარო და იქ არავინ არ ეწინააღმდეგება რაც უნდა იმას აკეთებს და აშავებს იქ ან დააშავებს შეიძლება პირიქით ტაში დაუკრან და აქ არის რა ადამიანს აწყობს თან ამ ბავშვებს მით უმეტეს ხო და აი ხანდახან აი წირვაზე იმაზე მოდიან და ადამიანები წარმოიდგინეს სად იყვნენ ისე მოდიან და აი რო თამაშობენ რაღაცა ისე მიდიან იმ წირვიდან და იმიდან რომ რო კითხო ვინ ნახე ან აი სხვა არ ყოფილა რომ შეეკითხო გეტყვის რომ ვერ ვნახე იმიტომ რომ იქ იყო მაგრამ იქ ფიზიკურად არ იყო აი ამას დააკვირდით თქვენი შვილები რომ მიყავთ ეკლესიაში რომ გონიათ რომ ეკლესიურები უნდა გაიზარდონ და იქ რო წავლენ რაღაცას ისწავლიან პირიქით იქ რო მოდიან და აი აქ არიან ტელეფონში ხო ეს აი ამ ყველაფერს უნდა გამოტაცოთ რა იმიტომ რომ იქ რო მოდიან ის შინაარსი უნდა იცოდეს საერთოდ ან რა ქადაგება რა დღე არის რა ხდება და რაზე მიყავდა ძირითადად 80% მოდის და არ ესმით სად მოდიან
და მე მაგიტომ არის, აი მე სტიქაროსანი ვიყავი და დღეს ღმერთს გმობს. მე სტიქაროსანი ვიყავი, დღეს მამაოს ლანძღავს, ხვალ ვიღაცას ლანძღავს მიტინგზე, გამოდის, ზეგ ის არ მოწოს, ეს არ მოწოს და ისევ თქვენ გრჩებათ მე ეგეთი შვილი და მე თქვენივე ტკივილი იქნება სიბერეში, იმიტომ რომ თქვენც ისე დაგტოვებთ. მიხვდით, აი გეხვეწებით, აი ამიტომ არის, აი ყურადღებით უნდა გავზარდოთ ის ადამიანი, რომ სადღაც რომ მიყვავს, ის შინაარსი უნდა იცოდეს, სადაც ყავდა, იმიტომ რომ ყველა ადგილი და რაღაცა სწავლობ. რა, ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში და საერთოდ რომ დადიან ხოლმე, ხო, ნუ მე ამ შემთხვევაში მოზარდებზე მაქვს საუბარი. რომ დადიან, სად იყვნენ, რო ეზიარენ ამით ამხელა საიდუმლოებას ეზიარენ, ამოხდა რაღაცა, არ აინტერესებს. ჩვენ ხო მივიყვანეთ კვირას და მოვიყვანეთ, ხო? ესე არის ამის შინაარსი უნდა იცოდე. ხო, სკოლაში რო დადიოდე და წიგნები არ იკითხო და არ იცოდე რომელ კლასში ხარ რაღაცა და უბრალოდ დიპლომი მოგცე, მაგ სკოლის დამთავრებას ხო აზრი არ აქვს, ხო? რა თქმა უნდა, რომ დადიხარ ის მთელი შინაარსი და მთელი ის უნდა ისწავლო, ხო? რაც იქ ისწავლება, ხო და აი ამიტომ არის ეკლესიაში ხარისხიან სიარულს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ აი საერთოდ თქვენ თვითონაც ჩვენც ყველამ დიდმა პატარამ ხო იმიტომ რომ ის მაგალითად ჩვენგანაც იღებს ხო ეს ტელეფონი უნდა გამორთო ის ყველაფერს უნდა ჩაიხსნა რომ მიდიხარ და ისა რა ქვია სამწუხაროდ ადამიანი ისეთი მიჯაჭულია ამ ყოფიერზე და იმაზე ხო სანამ წავარო 100 რაღაცას აგვარებს ის ზოგი ვერც მიდის ხო და აი ესე რომ რაღაცებს აი 1 და 2 საათი უნდა ჩავეხსნათ იმიტომ რომ ღმერთი ამ ყველაფერს აკვირდება მისთვის ჩვენთვის ის რამდენად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მას მოუწოდებთ და როცა მე ის უყურებს რომ ჩვენთვის ახლა ღმერთის წირვას, მორწმუნეს, რაღაცა ეგეთ მნიშვნელოვან რაღაცებს მნიშვნელობა არა აქვს დღესასწაულს ნებისმიერს ან მარხვას ან რაღაცას, ხო? შემდგომ გონია რომ რაღაცნაირად ჩვენ იმეც უცურვებთ ამით რა და მე არ მოდის რა ის ღვთისწყალობა რითი მოდის, იმ მადლით მოდის, რასაც წირვიდან იღებ, ზიარებით იღებ, დათმობით იღებ, სხვისი თანადგომით იღებ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ჩვევებია ისეთი, რომელიც როცა გაგაჩნია, აუცილებლად ამ ყველაფერს თითქმერთი ხარობს და ის გახარებული მერე შენ სამაგერო წარმოიგეთ ეხა აი როგორია ყველა სხვისი დამხმარე ადამიანი თუნდაც არ შეეძლოს აი რაღაცნაირად მატერიალურის ხო მაგრამ ლოცვით ეხმარებოდე თანადგომა შენი იმედი კონდეს ხო მისთვის წუხდებოდე ვიღაცისათვის იმედი იყო უკვე აკეთებ ღვთის საქმეს აი ღმერთი არის ეგეთი რომ ყველა ადამიანს ეხმარება აი მაგიტომ ამბობ ვიღაცას რო ასახლებს სახლიდან ვიღაცას რო აჯარიმებ ვიღაცა რო ტკივა ვიღაცას და შენთვის არაფერი არ არის ეს ვერასოდეს ვერ იქნები ის ადამიანი რომელიც ღმერთის ღირსეული შვილია რა და აი აქედან უნდა დავიწყოთ მე მადლი მოდის და სხვანაირად იყურები აბსოლუტურად და ეს მადლი აი პატარა იმეებით მოდის ლოცვით სხვისი თანადგომით ზიარებით წირვაზე არ განკითხვა აი ყველაზე დიდი აი ყველაზე მაგარი რაც აი ოდესმე რამე შეიძლება იყოს რომ სხვისი არ განკითხვა უკვე წარმოგიდგენთ მამა ბენიამინი მეუნებოდა იმ დღეს ადამიანიო რაღაცას რომ მეუნებაო ან ვიგებო და მე მიკვირსო შეიძლება იგივე ცოდვა მეც ჩავიდინო იმიტომ რომ წარმოგიდგენთ აი რამხელა რაღაცას ამბობს რომ გამიკვირდაო ესე იგიო მე რახაც გამიკვირდა რომ შენ ესეთი ხარ მე უკვე ამით ვფიქრობ რომ მე ამას ცხოვრებაში არ ჩავიდენ არა, ჩვენ ესეთები ვართ, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა გიკვირს, უკვე ვეღარ თანადგომობ იმას, მიხვდით? არ უნდა გაგიკვირდეს, მე რა მოხდა, შეიძლება დაეცა, შეიძლება რაღაც პრობლემა აქვს, ხო ხდებით? არ უნდა ეს როგორ მოგივიდა, ეს როგორ მოუვიდა, ხან არის ხოლმე რომ ფიქრობ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს დაშვებულიო, შენ ამას არასოდეს არ იზამ. და ეს მე ამას არასოდეს არ ვიზამ. უკვე არის ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი არაქრისტიანობა. იმიტომ რომ თუ რამე ოდესმე არსებობს ჩასადენი რომ არა ღმერთი ჩვენთან ხო ყველაფერს ჩაიდეს ადამიანი თორე თქვენ კარგად არიცით თქვენი მარტო ფიქრები იმ ფიქრებისგან ღმერთი გვიცავს ჩვენ თორე ღმერთი რო არ გვიცამდეს ადამიანი ისეთ რაღაცეებს ჩაიდენს რომ იმის იქ შეიძლება ბოროტმა ვერ მოიფიქროს ეგეთი რაღაცეები სამწუხაროდ ჩვენ და ეგ არის აი ეს მომენტი არის რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ხოლმე აი დაპირება, პასუხისგებლობა, ესენი ხა რაზეც ვლაპარაკობთ, ხო? ეხა წინა საარჩევნო იქნება, ნებისმიერი პროცესი იქნება, ვიღაცა დირექტორი რო ხდება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
ის რომ ესე რომ ეხლა რო იქცევა სიტყვაზე იქამდე რო გითხრას რომ მე ესე უნდა მოვიქცე შენ ხო არც არაირჩე მაგრამ პირდება იმიტომ რომ სიტყვა რომელიც იყო პირველად იყო სიტყვა ფუჭი გახადა წარმოიდგინეთ რა ხო და არ შეიძლება ესეთი რაღაცა პირიქით ის სიტყვა არის მთავარი რომ იმ სიტყვამ უნდა გაცხონოს შენ წარმოიდგინეთ რა იმ კიმ და იმ არამ უნდა გაცხონოს შენ და იმ შენმა აზროვნებამ ხო ეს სიტყვა საიდან მოდის შენი აზროვნებიდან შენი აზროვნება და გონება ცხონდება რომ სწორ გადაწყვეტილებებს როცა მიიღებ ღვთის მადლით რა თქმა უნდა და ეს არის ჩვენ გავაუფასურეთ დღეს ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ და რავი ერთი ზარი თუ ის არა ქვე შეიძლება თუ დროს მოგცემ საშუალებას კიდე შემოუშვათ თუ შეიძლება და გეხვეწებით აი ეს გაითვალისწინეთ ხოლმე აი ჩვენ ხშირად არ ყოფნის ხოლმე დღეს ასაცილოთ აიგდეს სიტყვა პატრიოტიზმი რაღაცა მაგრამ ამ პატრიოტიზმის უკან ყველას თანადგომა არის თუმცა პატრიოტიზმი იმას კი არ ამბობ რაღაცა კამიკაძეებად რო იქცევიან უბრალოდ პატრიოტიზმი რა არის რომ შენი სამშობლო გიყვარს და შენ სამშობლოში ნებისმიერი მოსიარული ადამიანი კი არა ჩიტი რო დაფრინავს ის იმასაც პატივი უნდაც დღეს წარმოიდგინეთ ხა რამხელა ისინი არის რომ ხან აი ხშირად ხდება ხოლმე რა რომ აი ადამიანებს ვიღაცებს უჭირთ ხოლმე აქეთკენ გაიხედები ვიღაცას ძალიან აი ეს როგორ ხდება ხოლმე თუ ჩვენ გვინდა რომ სიტყვაზე ეს სახელმწიფო შედგეს ხო შენ შეიძლება რომ თბილად გეძინოს და ვიღაცა სიტყვაზე პადიესჩი ესე აუაროს და იქ იყოს და იყინებოდეს ხო აი ეს ჩვენ უნდა აი აქამდე აი გულილმობიერი მომეცმე ღმერთო რა რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ რომ ეს გზნობები ისე თავისით არ მოვა ჩვენ პირიქით ისეთი ცოდვილები ვართ რომ ცივდები და ვცივდებით ხო და აი აუცილებლად ყოველთვის ღმერთს უნდა ვთხოვოთ ხოლმე რომ აი ისეთი გული მომეცი რომ ეს ხალხი ვიგრძნო იმიტომ რომ ღმერთი არის ეგეთი და შენ თუ გინდა რომ მასთან მოხდე უნდა იყო ეგეთი ეს ჩვევები უნდა გაგაჩნდეს თორე სხვანაირად ვერ ცხონდებით და ეს ცხონება არ ცხონების საკითხი კიდე ყველას დაგვიდგება მოვადრო აუცილებლად და გეხვეწებით აი ადრე მეცინებოდა ხოლმე რაღაცნაირად ვიღაცას აი ამბობდნენ ხოლმე რაღაც აი კარტები, ბარათები, სოფლიოის გადავა იმაზე, აი ამ მართლობაზე და იმას და დღეს უკვე შევატყე, რომ ხანდახან ხოლმე რაღაც პრობლემა შეიქმნება და ხალხი მშიერირჩება, იმიტომ რომ სადღაც ბანკები ვერაფერს ვერ აკეთებენ, რაღაცა გაიჭედა ისა რა ქვია, სერვერი, რაღაცა წარმოიდგინეთ უკვე ადამიანი როგორი დამოკიდებული გახდა ამ იმაზე, რომ და რამხელა წინ კიდე განსაცდელები გვედის ამ ხრივ, რომ რამდენი ის იქნება. ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული რომ ჩვენ ღმერთი დავგობოთ მე აი ამიტომ არ უნდა ვიყოთ ძალიან მატერიალურზე დამოკიდებული იმიტომ რომ ეს მატერიალური მე ღმერთს გაგვაყიდინებს იმიტომ რომ ვერ გაექცევი შენ ვერ დაიტე უბრალოდ როგორც ადამიანი და აი მაქსიმალურად ეცადეთ რომ ყველაფერი ის რაც არის მუდმივი რო არ არის და ყოფითია და თქვენამდე სხვა ცხოვრობდა იმ სახლში თქვენამდე სხვას ქონდა ის ჯვარი თქვენამდე სხვას ქონდა ის ავეჯი რაღაცა ეს გაითვალისწინეთ რომ თქვენს მერეც ვიღაცა მოვა და ამ ყველაფერს უნდა დაეუფლოს იმიტომ რომ ამის გამო თუ შენ ამას როგორი რაღაცა არის ის როცა ამას გაითავისებ რომ ეს შენი არის მე ეს რო არ დათმო ამის გამო წარმოიდგინეთ შეიძლება უბრალოდ ვერციკეთე ვერ გააკეთო და შენი თავიც ვერ იცხონო რა იმიტომ რომ ვერ შეელიო ამ ქონებას იმ ყველაფერს მატერიალურს რაც კი არსებობს და გეხვეწებით აი ეს გავითვალისწინოთ ან მე ამ ქონების გამო 1000 ადამიანს იძულებ შენს გვერდზე 1000 ადამიანი რჩება მშიერი იმიტომ რომ შენ გონია რომ ეს ქონება მუდმივად შენ გინდა რა შენ უნდა გეყოს რომ სულ გქონდეს არა პირიქით შენ უნდა შეეგუო იმას რომ ეს არის დროებითი და მე გაგიადვილდება გაცემა და შენი გაცემით რამდენი ადამიანი გაიხარებს და შენი შთამომავლობა ხო გაიხარებს და მე კიდე შენ გაიხარებ და ღმერთს გაახარებ წარმოგიდგენთ ხა ღმერთისთვის პრობლემაა ვიღაც ადამიანს რომ შია და შენ რომ ამ ადამიანს დააპურებ წარმოიდგენ ვიღაც ადამიანს გვერდში რომ დაუდგები აი რამხელა სიკეთეა ხო დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამირეკეთ ვინც ესე თანადგომას მიცხადებ ჩვენ ვართ ერთი გუნდი
ჩვენთან თუ ვინმეს არამე არ გამოდის ეს ხელისუფლება იქნება თუ ნებისმიერ ეს ჩვენი ტკივილია და ღმერთის ტკივილია ნეტა ვინმეს რამე გამოუვიდეს პირველი მე გამიხარდება ბოროტი არ უნდა იყო თუ გამოუვა ნებისმიერ პიროვნებას გამოსურო ჩვენი მტერი იყოს აი ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ თუ საქართველოსთვის ვინმე რამეს სწორად გააკეთებს ხო მართლა გაუმარჯოს და ძალიან გამიხარდება და პირიქით დავეხმარები ხო და დავეხმარებით ყველა ჩვენ ვართ ომში აი როგორც ომში არ ფიქრობ გვერდზე ვინ გიდგას და იცავს სამშობლოს აი ესეთია ჩვენი ცხოვრება არის ომი და ესე უნდა დაუდგეთ ერთმანეთს ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს იკეთეს თუმცა ეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ღვთისმშობლის მიწაა და ჩვენ არ შეიძლება რომ ან გავასხვისოთ ვიღაც სხვაზე და ესე როცა ქართველს ესე უჭირს და ქართველი მიდის აქედან აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი ცოდვა კიდე კარგად ზანდებოდეთ დროებით მე გახდით გიორგი დარასელია და აუცილებლად დაგიბრუნდებით ხვალ საღამოს მამა დავით ციცქიშვილთან ერთად დროებით ეს გადაცემები კიდე კვირას გავა საღამოს და დიდი მადლობა ამ ტელევიზიას და იმ ადამიანებს ვინც კი აი ამ საშუალებას გვაძლევენ აი ამ ყველაფრის და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს დროებით